ბორჯომ ქალაქობის დღის აღსანიშნავად ცენტრალურ ისტორიულ პარკში მრავალფეროვანი პროგრამით ორკესტრი რეტრო ბენდი ჯორჯია წარსდგა. სახალხო დღესასწაულზე ამ მუსიკოსების მოწვევა წელსაც ტრადიციულად მოხდა. მსმენელებს კლასიკური მუსიკა შესთავაზეს და მათთვის საუკეთესო განწყობის შექმნაზე იზრუნეს. ულოცავ ბორჯომობას მრავალი ასეთი დღესასწაული ყოფილიყოს და რაც მთავარია ბორჯომობაზე მოგვიწვიეს რეტრო ბენდი ჯორჯია უკვე 8 წელიწადია არსებობს შემდგარია პროფესიონალი მუსიკოსებისგან და საკმაოდ წარმატებული პროგრამა იყო მრავალფეროვანი კლასიკაც არის ჯაზიც არის სამბა დიქსილენდი მუსიკა კინოფილმებიდან და ასე შემდეგ ლათინურ ამერიკული რიტმები ყველას გეუბნებისთვის ვასრულებთ ყველასთვის. და როგორ მიულოცავთ ხალხს ამ დღეს? დღესდღეობას უსურვებ და ბედნიერ საქართველოში, დამშვიდებულ საქართველოში ცხოვრებას. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა კი პატარა მაყურებლებს სპექტაკლი ოზის ჯადოქარი შესთავაზა. წარმოდგენაში მონაწილეობა 5 მსახიობმა მიიღო. სპექტაკლს ესწრებოდნენ ბორჯომის მაღალმთიანი ზონიდან ჩამოსული ბავშვებიც. პირველ რიგში მთელ ბორჯომს მიულოცავ დღევანდელ დღეს ბორჯომობას. და რა ვიცი, უსურვებ კარგ მომავალს, უფრო კარგ ბორჯომობებს, კარგ დღესასწაულებს და კარგ ღონისძიებებს. დღევანდელი ჩვენი სპექტაკლი რაც შეეხება არის ოზის ჯადოქარი, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის თამაშობთ სხვადასხვა რაიონებიდან, სოფლებიდან ჩამოსული ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა ბორჯომელი მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა სპექტაკლზე დასწრება უფასოა. ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში დილიდან იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს სამკაულების და სხვადასხვა სახის ნამუშევრების დიდი არჩევანი ელოდა. ჩამოვედი თბილისიდან, რომ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ხელნაკეთი ნივთები. ჩამოვიტანოთ, რომ გავახაროთ ბორჯომი და ბორჯომის სტუმრები. ძირითადად ძალიან მრავალფეროვნებაა დაწყებული ქუდებით და დამთავრებული აბადოკებით, ბიჟუტერით და ასე შემდეგ. ბორჯომ ქალაქობა 2015 ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმამ და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს. ჩვენი მთავარი დანიშნულება ჩვენი ქალაქის არის ის, რომ რაც უფრო მეტი ქართველი, უცხოელი, დამსვენებელი ტურისტი ჩამობრძანდეს, დაისვენოს, დაილოცოს და ჩვენი ქალაქი ამითი გაძლიერდეს. ბორჯომობას გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ ბორჯომელები, ჩვენი ხეობა და სულიად საქართველო. ბორჯომელებს და ბორჯომში ჩამოსულ სტუმრებს მიულოცავ დღესასწაულს ბორჯომობის, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ტრადიციული დღესასწაულია და იმართება ხოლმე მარიამობის დღესასწაულის შემდეგი შაბათს. დილიდან მიმდინარეობდა ღონისძიებები. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გალა-კონცერტით გაგრძელდა. ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მაყურებლების წინაშე თბილისიდან მოწვეული მომღერლები წარსდგნენ. ძველი და ახალი რეპერტუარით მათ მსმენელებს ბორჯომ ქალაქობა მიულოცეს. ძალიან დიდი პატივია, როდესაც მოგიწევენ ესეთ მნიშვნელოვან დღეს, თვითონ ბორჯომელებისთვის მნიშვნელოვან დღეს ბორჯომობას. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და მომიწევს დღეს სიმღერა ბორჯომელებისთვის და მილოცო ამ დღესასწაულის. ვულოცავ, ვუსურვებ ერთიანობას, ჯანმრთელობას და სიყვარულს, რაც მთავარია, რაც არაკლია, დარწმუნებული ვარ, მე მეორედ ვატარებ ბორჯომში კონცერტს და ძალიან მიხარია და ალბათ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ანსამბლ ბორჯომის სახელით ყველა ბორჯომელს ულოცავთ ბორჯომობას. მართლაც ზეიმია, დღესასწაულია, ყველა სტუმარს ულოცავ. ალბათ კარგი საღამო იქნება. ანსამბლ ბორჯომი ასრულებს 2 სიმღერას, თენდება და კარკუჩი და იმედი გვაქვს რომ კარგი საღამო იქნება და ყველა გაერთობა ბორჯომელის და დამსვენებელის. დღეს ბორჯომობა ზეიმობს ყველა ბორჯომელი, ბორჯომის სტუმარი. ვულოცავ ყველას ამ შესანიშნავ დღეს, რადგან ბორჯომი მარტო ჩვენი არ არის ბორჯომელების, ბორჯომი საქართველოსია, ყველა ქართველისაა და ვულოცავ მათ ამ დიდ დღესასწაულს. მომწონს
ესეთი გულღიაობა ერთმანეთს შევხვდით, მოვეფერეთ კიდევ ერთხელ ვუთხარით რომ ჩვენ ბორჯომი გვიყვარს. გილოცავთ ბორჯომას მრავალს დაესწარით, რა ვიცი, ძალიან კარგად გავერთეთ, სახალისო დღე იყო და კარგი იქნება თუ ყოველ წელს ასე გადავეხდით. ბორჯომ ქალაქობა 2015-ის აღნიშნა გალა კონცერტით დასრულდა. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება.